ლაშა ჩანტლაძე, კლინიკა თიმის ინტერვენციული კარდიოლოგიის და კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ჩვენი ასოციაცია უკვე მესამე წელია ატარებს ამ კონგრესს, როგორც ხედავთ, წლევანდელი მასშტაბები გაცილებით განსხვავდება შავშანდელი და შავშანწირდელი კონგრესისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არსებული სტუმრების რაოდენობა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ციფრი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება და თბილისი და ეს სიკას კონგრესი კონკრეტულად გადაიქცევა ერთგვარ ჰაბად, ასე ვთქვათ, რეგიონის, სადაც ესეთი წამყვანი და ცენტრალური მსგავსი ღონისძიება ჩატარდება. რაც შეეხება ჩემ მოხსენებას, დღეს წარვადგინე მოხსენება კორონარული არტერიების შევიწროების ფუნქციური შეფასების შესახებ და მათ შორის ერთ-ერთი უახლესი მეთოდის QFR-ის შესახებ, რომელიც ჩვენს კლინიკაში დავნერგეთ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში და მოკლედ აუდიტორიას გავაცნეთ ამ მეთოდის შესახებ, მისი ეფექტურობის შესახებ და შესაბამისად ვცდილობთ, რომ მეტად პოპულარიზაცია გაუწიოთ ამ საშუალებას. მე ვარ ინგა ბოჭორიშვილი, საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. წელს ჩვენ ჩავატარეთ ასოციაციის რიგით მესამე ყრილობა, სადაც მოწვეული არის უცხოელი სპეციალისტები, პროფესიონალები, როგორც გერმანიიდან, ასევე თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მათ ეს რომ ვთქვათ, არეალი წელს კიდევ უფრო მეტად გაფართოებული არის. კონფერენციაზე ძალიან ბევრი საინტერესო თემების განხილვა მიმდინარეობს. პირადად ჩემი მოხსენება ეხებოდა პრეტესტური ალბათობის შეფასებას ობსტრუქციული კორონარული დაავადების დროს პაციენტებში და შემდეგ იმის განსაზღვრას თუ რა მოდელობის კვლევა შეიძლება ჩავატაროთ სხვადასხვა რისკის ჯგუფებში. დღის განმავლობაში იქნება ძალიან საინტერესო მოხსენებები. დღის მეორე ნახევარში ხდება, ასე რომ ვთქვათ, დაჯგუფება ინტერვენციული კარდიოლოგების და თერაპიული კარდიოლოგების და კიდევ უფრო მეტად სპეციალიზირებული, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაციის გაცვლა ექნება შესაბამის სესიებზე. ზვიად კერესელიძე, საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი. ეს ჩატარდა რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი სიკასი. გამორჩეული იყო წლევანდელი წელი ჩვენი კონგრესის, იმიტომ რომ ჩართული იყო EAPCI-ის joint session-ი ჰქონდა, რაც გულისხმობს ევროპის ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის მხრიდან გამოყოფილი იყო ორი სპიკერი, რომელმაც წარმოადგინა 4 პრეზენტაცია. ასევე ჩართული ყავს წელს ძალიან ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიც არის აზერბაიჯანის, სომხეთის, ასევე თურქეთის კალთური საზოგადოება და რა თქმა უნდა ჩვენი ძირითადი კონტრიბუტორი და ჩვენი ძირითადი კოლაბორაცია ხდება გერმანიის ინტერვენციულ კარდიოლოგთა საზოგადოებასთან და გარკვეულწილად წლევანდელი წელი აქედან გამომდინარეა ცოტა სიახლეებია, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად ერთობლივი პროექტი ჩვენი ასოციაციების, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ასოციაციების. წლევანდელი კონგრესი ასევე ტრადიციულად აკრედიტებული იყო და იყო საგანმანათლებლო ძალიან ბევრი პროექტი, მათ შორის ვორქშოპი, მათ შორის გულის სტრუქტურულ დაავადებებთან მიმართებაში, ასევე კორონარული ინტერვენციის მიმართულებით, ბიფურკაციის სტენტირებაზე იყო ძალიან კარგი ვორქშოპი, ტერუმოს მხრიდან წარმოდგენილი, ასევე ებოტის მხრიდან იყო წარმოდგენილი ტავიზე და მიტრაკლიბზე ვორქშოპი. ასევე უნდა გამორჩეულად შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებული იმით იყო წლევანდელი წელი, რომ ჩვენ წელს სრულად ინგლისური, ასე ვთქვათ, საერთაშორისო რახან იყო ღონისძიება, ინგლისურ ენაზე წარიმართა, როგორც ქართველი, ასევე უცხოური სპიკერებს ჰქონდათ მხოლოდ ინგლისურ ენაზე მოხსენებები, რაც გვაძლევს, ასე ვთქვათ, იმის საფუძველს, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო, უფრო დიდი მასშტაბის საერთაშორისო კონგრესები ჩავატაროთ მომავალ წელს. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დარგი განვითარდება და საკმაოდ სწრაფად მივაღწევთ ძალიან მაღალი შემოსავლის ქვეყნების მქონე ქვეყნების, ასე ვთქვათ, დონის მედიცინა გვექნება ჩვენი პაციენტებისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის. არჩილ ჩუხრუკიძე, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი. დღევანდელი კონფერენცია უკვე მესამე კონფერენცია, რომელსაც აწყობს
საქართველოს ინტეგრაციულ კარდიოლოგთა ასოციაცია. ეს ტრადიცია უკვე მყარად დამკვიდრდა საქართველოში. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება აქტიურად ხარს უჭერს ამ ღონისძიებას, იმიტომ რომ ეს არის ფორუმი, სადაც განიხილება ინტერვენციულ კარდიოლოგიაში არსებული ყველა სიახლე. დღევანდელ ფორუმს კიდევ სიახლესაც და საინტერესო ელფერს აძლევს ის, რომ ამ რეგიონის ყველა წამყვანი სპეციალისტი თურქეთიდან, სასონხეთიდან, აზერბაიჯანიდან ჩამოსულები არიან, რომ გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება. ასევე ძალიან კარგი კომუნიკაცია არსებობს საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციასა და გერმანიის ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციას შორის და მათი წარმოადგენლებიც გვესწრებიან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს კონფერენციას. ჩვენ ვსაუბრობთ კარდიოლოგიაზე, ვსაუბრობთ ახალ ტექნოლოგიებზე, ვსაუბრობთ ახალ მიდგომებზე, ვუზიარებთ გამოცდილებას, ვნახულობთ როგორ გავზარდოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ჩარევების სიხშირე ამ ჯგუფის პაციენტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და საქართველოში რო ტარდება ასეთი მაღალი დონის ფორუმი, ეს განსაკუთრებული არის ჩემთვის პირადად როგორც კარდიოლოგისთვის და როგორც საქართველოს კარდიოლოგთა პრეზიდენტს. მე წარმატებას ვუწევ კონფერენციას, ყველა დამსწრე ადამიანს და იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია მომავალ წელსა და შემდეგ წლების ასევე გაგრძელდება. ალექსანდრე ჩხოლარია, ქუთაისის დასავლეთ რეგიონალური ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის რიგით მესამე კონგრესია და ნელ-ნელა საერთაშორისო მასშტაბს იღებს, იმიტომ რომ რეგიონებიდან სომხეთი, აზერბაიჯანი, თვითონ ადგილობრივი ქართველები თურქეთიდან ყავს ძალიან ბევრი მოწვეული სტუმარი, რომელიც თავის გამოცდილებას გვიზიარებენ. ასევე ძალიან კარგი არის, მნიშვნელოვანია, რომ არის ვორქშოპები ეწყობა და საშუალება აქვს დამწყებ ინტერვენციონისტებს ხელი გაიწაფონ და იმ მაღალ ტექნოლოგიებს შეეხონ, რაც დღეს არსებობს მსოფლიოში. და მიხარია, რომ საქართველოს მოწინავე პოზიციებზე დგას და არ ჩამოვრჩებით მსოფლიოს და ფეხს უბამთ ამას. დიდი მადლობა.